2025 წლის 12 ნოემბერს ღამის 12 საათზე 100,000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დეკანოზმა იოანე როსტიაშვილმა წმინდანების სახელობის ხიდზე, სადაც მათ თავი მოკვეთეს, პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მრევლი და სხვა სასულიერო პირები. იესოს მიერ განძლიერებულნო ღვაწლსაშინა და მის მიერ ვარსკვლავოვან ვირგვინოსანო ცათაშინა ისმინეთ ვედრება ჩვენი და შეგვიწყალენით ჩვენ. დიდება ამასა და ძესა და წმინდა სასულსა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის 100,000 მოწამის ხსენების დღე. ღვთისწყალობით, ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით და ჩვენი ტაძრის წინამძღვრის მამა იოანეს მოშურნეობით უკვე რამოდენიმე ათეული წელია, რაც ვიხდით ხოლმე პარაკლის მეტეხის ხიდზე ჩვენი დიდი წინაპრების ჩვენი 100,000 წმინდა მოწამის აქედან ვიხსენებთ ჩვენ და ვევედრებით მათ, რომ ისინი შეგვეწიონ და დაიფარონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ეკლესია და ზოგადად მთლიანი საქრისტიანო ხილული და უხილავი მტრებისგან. ისტორიაც ვიცით ჩვენ, რომ ეს ამბავი მათი წამების ფაქტი მოხდა ჯალალედინის შემოსევის დროს, როდესაც ჯალალედინმა დაიპყრო საქართველოს, შემოიჭრა საქართველოში, დაიპყრო თბილისი და სწორედ როგორც ისტორიულად ცნობილია, სიონის ტაძარს მოხადა გუმბათი და ჰქონდა მას იქიჯდა ის საჯდომელი გააკეთა და მარტო თბილისიდან არა, თბილისის შემოგარენიდან მოიყვანეს მოსახლეობა და აქ მეტეხის ხიდზე იდო ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატები და უარყოფის ნიშნად ფეხი უნდა დაებიჯებინათ და ზუსტად არ ვიცით რაოდენობა იმ მოწამეების, მაგრამ რამოდენიმე ათეული 1000 იყო და ბევრი არ დააბიჯა ამ ხალხმა, არ შეურაცხყოფ მის თავიანთვის ზვირფასი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და შემდეგ მათ თავი მოკვეთეს და როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ, აი გვამებით იყო მაშინდელი მტკვრის მათი ამ წმინდა მოწამეების გვამებით იყო მაშინდელი მტკვარის სავსე, ესე რომ ვთქვათ. და როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ამდენი ათეული 1000 მოწამე ერთ ღამეში კი არა, ზოგადად რო ავიღოთ, შეიძლება მთლიანად არ ყავდეს ზოგიერთ ერთს და ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ ვისი შთამომავლები ვართ და მივბაძოთ მათ აი ამ ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარულში. ღმერთმა მათი ლოცვით გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, დაამშვიდოს, დააწყნაროს ჩვენი დედა ეკლესია, მიულოცოთ ჩვენ პატრიარქს, მეუფეშიოს მოსაყდრეს და ჩვენ წმინდა სინოდს და ჩვენ სულიერ მოზღვრებს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომელიც აღნიშნავს ამ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ჩვენი წმინდა მოწამეების ლოცვით ღმერთმა გვაცხოვნოს უყველა და დაამშვიდოს სრულიად სოფლიო და მთლიანი საქრისტიანი. გაიხარეთ, მრავალს დაესწარით, გილოცავთ. მოგესალმებით, მინდა ყველას მიულოცოთ დღევანდელი დღე. დღეს არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. აი ამ სივრცეში საუკუნეების წინ ეწამა 100,000 მოწამე, 100,000-ზე მეტი ადამიანი მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ჩვენმა წინაპრებმა ჩვენ სარწმუნოებაზე არათუ ათქვეს უარი, არამედ სიცოცხლე გასწირეს და ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ ამ სივრცეში იმისთვის, რომ ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება დაეცვათ. ვილოცავ სრულიად საქართველოს, ვილოცავ პატრიარქს, ჩვენ სამღვდელოებას, ბერებს, მრევლს. ამ სივრცეში ჩატარდა
ახლა ამჟამად პარაკლისი, რომელიც მამებმა გადაიხადეს და მინდა სამშობლოს უსურო 100,000 მოწამის და ყველა წმინდანის შემწეობა და ჩვენ ქართველებს ღმერთის მადლი და ოფლის სიყვარული არ მოყლებოდეს. მრავალს დავესწროთ თითოეული ჩვენგანი. გილოცავთ ყველას. გილოცავთ მეგობრებო, ქრისტეს მორწმუნენო, საოცარო დებო და ძმებო, დღეს აი საოცარი დღეა. ისე მიხარია, რაღაცნაირი დიდი სიხარული თუ არ ახსოვსო, პირველად ვესწრები 100,000 მოწამის ხსენების ღამეს, სწორედ რა, ხვალ ალბათ თელი საქართველო ამ დღეს იზეიმებს და მე ვარ ბედნიერი, რომ აი ამ ღამეს სწორედ შევხვდი აქ. ეს არის ძალიან წმინდა ქალაქი, ძალიან წმინდა ადგილი, აქ იყო წმინდა აბოს წამების სწორედ ადგილი. აი ამ ადგილზე ზუსტად აწამეს აბო და მისი დამწვარი სხეული ნეშთი რაც დარჩა გადმოაგდეს მტკვარში. და მოხდა სასწაული, მტკვარმა არ წაიღო აბოს სხეული, გადმოვიდა ზეციდან ვარსკვლავი მოწყინარი და ადგა მის ნეშთს თავზე და მტკვარი 2 დღეღამის განმავლობაში გამოსცემდა საოცარ ნათებას რა და ქართველთა რწმენა რომელიც იყო შერყეული ვითარცა ლერწამი ქარში აი სწორედ ამ ყმაწვილის დიდი ძალისხმევით გამტკიცდა და არაბი ყმაწვილი ეწამა სწორედ ჩვენი რწმენისთვის და ამ ადგილზეც რო ვარ ძალიან მიხარია და რა გითხრათ მართლა ძალიან დიდი სიხარულის დღეა ყველას გილოცავთ